ჩინელი სტუდენტები სწავლობენ, რომ მათი წინაპრები ჯერ კიდევ 4000 წლის წინ ქმნიდნენ საკუთარი პროტოსახელმწიფოებრიობის ფორმებს იანცისა და ჰუანხეს ნაპირებთან. ამ დროის განმავლობაში მსოფლიოს ბევრ კუთხეში აღმოცენდა არაერთი გამორჩეული იმპერია. შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად ასურეთის, ოსმალეთის, რომის თუ სპარსეთის იმპერიები, თუმცა ყველა მათგანი აღორძინდა მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს დაცემულიყო. ჩინელები ამაყობენ იმით, რომ მიუხედავად დროებითი აღმასვლებისა და დაცემებისა, მათი იმპერია ერთადერთია, რომელიც დღემდე უწყვეტად გრძელდება და კვლავ ძლიერდება. თუმცა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ჩვენი ხედვა სხვაგვარი იქნებოდა. ევროპის კონტინენტმა მე-15 საუკუნეში პირველი საზღვაო გეოგრაფიული აღმოჩენების დროიდან უპრეცედენტო ტემპით დაიწყო გაძლიერება. ერთმანეთთან მებრძოლი სამეფოების შიდა კონკურენციით, მილიონობით მონის უფასო შრომითა და სამეცნიერო მეთოდის ადრეული ეტაპების ტექნოლოგიური პროგრესით შთაგონებულმა ევროპამ თანდათან გააფართოვა თავისი გავლენის სფერო და მე-19 და მე-20 საუკუნეებში თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა.